მეგობრებო, მადლობა ესეთი თბილი მიღებისთვის იერუსალიმში. იცით, მე ჩამოვედი. მადლობა. აქ მოვდივარ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან ჟენევაში. როცა ოთახში შევდივარ, სრულიად სხვა ტიპის მიღებას ვიღებ. ამიტომ მიხარია, რომ აქ შეგუება შემიძლია. იცით მეგობრებო, დღეს სცენაზე აქ უნდა ყოფილიყავი ელჯ დენი დანონთან ერთად, რომელიც ისრაელის მუდმივი წარმომადგენელია გაეროში, მაგრამ მას ვერ მოახერხა დასწრება, რადგან გაეროში მნიშვნელოვან შეხვედრაში უნდა მიეღო მონაწილეობა. შეიძლება ვიდეო დაპირისპირებაც ნახეთ. ეს იყო შეხვედრა კონფლიქტში სექსუალური ძალადობის თემაზე. და ელჩი დენი დანონი ამხელდა გაეროს გენერალური მდივნის ბოლო სამარცხვინო ანგარიშს, სადაც მან ისრაელი იმავე შავსიაში ჩაწერა, სადაც ჰამასის ტერორისტული ორგანიზაცია და ცრუ ბრალდებით დაადანაშაულა ისრაელი სისტემატურ სექსუალურ ძალადობაში. ისრაელის თავდაცვის ძალების IDF მეშვეობით. და როდესაც მან დაიწყო საუბარი, მას მოულოდნელად შეატყვეტინა გაეროს გენერალური მდივნის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, ქალმა, სახელად ვანესა ფრეიზერმა, რომელიც ადრე მალტის ელჩი იყო და ახლა შეიარაღებულ კონფლიქტებში ბავშვების საკითხებზე სპეციალური წარმომადგენელია. მან შეატყვეტინა მას და მათ შორის დაპირისპირება მოხდა. ეს ინციდენტი ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა. და ერთ-ერთი დებატი იყო, ვინ იყო მართალი, როდესაც მას შეაწყვეტინეს. იყო ვებგვერდი სახელად უსაფრთხოების საბჭოს პროცედურა. და მათ თქვეს, რომ ამ ქალბატონს ჰქონდა უფლება შეეწყვიტა ელჩისთვის სიტყვა. და რა თქმა უნდა, ეს არ იყო სიმართლე. გაეროს თანამშრომელს არ აქვს უფლება შეაწყვეტინოს სიტყვა წევრ სახელმწიფოს. და მე Twitter-ზე უპასუხე ამ ანგარიშს, სახელად Security Council Procedure, რომლებიც თითქოს ექსპერტები არიან. და ვთქვი, პირადი გამოცდილებიდან შემიძლია გითხრათ, რომ მე პირადად დამგმეს, იცით, ბევრჯერ, ასობითჯერ, და მე არ მაქვს ჩარევის უფლება. ხოლო წევრ სახელმწიფოს შეუძლია პროცედურის საკითხზე შეაწყვეტინოს სიტყვა. და შემდეგ ამ ანგარიშმა მოულოდნელად ყველა თავისი ტვიტი წაშალა ამ საკითხზე. რატომ ახსენებ ამას? იმიტომ რომ ეს მიუთითებს იმაზე, რომ გენერალური მდივნის გუტერეშის წარმომადგენელი არ გვევს მკაფიო პროცედურას ისრაელის სახელმწიფოს შესატყვეტად, რამეს, რასაც ისინი არასდროს გააკეთებდნენ სხვა არც ერთი სახელმწიფოს მიმართ. ისინი არასდროს შეაწყვეტდნენ ჩინეთს, ყატარს, რუსეთს, პაკისტანს, ვენესუელას. ისინი ამას არ აკეთებენ. და მაინც როცა საქმე ისრაელს ეხება, ისინი აწყვეტინებენ. და იცით, გუტერეში ისა, ვინც სამარცხვინოდ, მხოლოდ 2 კვირაში, 7 ოქტომბრის შემდეგ, გაეროს წინაშე გამოვიდა და თქვა, დიახ, მე ვგმობ 7 ოქტომბრის თავდასხმებს. მაგრამ მან თქვა, ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჰამასის თავდასხმები ვაკუუმში არ მომხდარა. ეს ვაკუუმში არ მომხდარა. და ეს რომ თქვა, შემდეგ დაიწყო პალესტინელთა მრავალი სავარაუდო საჩივრის ჩამოთვლა ისრაელის წინააღმდეგ. ფაქტობრივად ანტონიო გუტერეში ამართლებდა 7 ოქტომბრის თავდასხმებს. და იცით, გუტერეშის ყველა ნათქვამი არ იყო მცდარი. როცა მან თქვა, რომ თავდასხმები ვაკუუმში არ მომხდარა, ქალბატონებო და ბატონებო, არც ერთი ჩვენგანის ქმედება დღეს ვაკუუმში არ ხდება. ყველაფერი გავლენას იღებს ჩვენი გარემოსგან, ჩვენი კულტურისგან, ჩვენ გარშემონყოფი ადამიანებისგან. მაგრამ თუ ბატონ გუტერეს ოდნავ მაინც გააჩნდა თვითანალიზი, შეიძლება ეკითხა, ვინ იყო ჰამასის ტერორისტების აღმზრდელი, რომლებმაც 7 ოქტომბერს ისრაელში შეიჭრნენ და სისასტიკეები ჩაიდინეს. ვინ ასწავლა მათ ეს? კარგი, გაეროს პალესტინელი ტოვილების სააგენტოს ყოფილი იურიდიული მრჩევლის იოხან სუპის თქმით, ღაზაში მყოფთა 80% ესწრებოდა უნრვას სკოლებს. ეს არ მომხდარა ვაკუუმში. მართალი ხართ ბატონო გუტერეში. რა თქმა უნდა, თავდასხმები ვაკუუმში არ მომხდარა. სისასტიკის ჩამდენები იყვნენ თქვენი საგანმანათლებლო სისტემის კურსდამთავრებულები, ბატონო გუტერეში. თქვენი სკოლების კურსდამთავრებულები. და ნება მომეცით რამდენიმე სიტყვა, გაგიზიაროთ ჩვენი ბრძოლების შესახებ ტერორიზმისა და ანტისემიტიზმის წინააღმდეგ გაერთიანებულ ერებში. და ვახსენე უნრვა. იცით, ეს ცოტა ხნის წინ იყო სიახლეებში, რომ უნრვამ საბოლოოდ გაათავისუფლა 70 თანამშრომელი ტერორიზმთან კავშირის გამო. და მათ თქვეს, ჩვენ არაფერს ვაღიარებთ. მაგრამ ნება მომეცით, ერთი სიტყვა თქვა უნრვაზე და იმაზე, რასაც ბოლო 10 წლეულის განმავლობაში, განსაკუთრებით კი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ვამხელდით. იცით, უნრვა ფინანსდებოდა ყველა დასავლური ქვეყნის, ყველა ევროკავშირის ქვეყნის, კანადის, ავსტრალიის მიერ უნრვას მილიარდობით დოლარს აძლევდნენ. და 7-10 წლეულის შემდეგ მათ არც ერთი პალესტინელი არ დაასახლეს. პირიქით, როგორც შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრის იგნაციო კასისის სიტყვებია, ეს არის დამახინჯებული ლოგიკა. ჩვენ ვაგზელებთ კონფლიქტს.
UNRWA-ს აქვს პათოლოგიური მიზანი. პალესტინელები მუდმივად დამოკიდებულ მდგომარეობაში, უკმაყოფილების მდგომარეობაში და ისრაელთან ომის მდგომარეობაში დატოვოს, ასწავლის მათ, რომ მათი მისია, ეგრეთ წოლებულ დაბრუნების უფლებით, ისრაელი დაშავა. ისინი, ვინც 7 ოქტომბერს ისრაელში შეიჭრნენ, როგორც UNRWA-ს სკოლებში ასწავლიდნენ, სჯეროდათ, რომ ისინი ახორციელებდნენ დაბრუნების უფლებას. და UNRWA ამბობს, ჩვენ ვასწავლით ევროპელ გადასახადის გადამხდელებს ეუბნებიან, ჩვენ ვასწავლით გაეროს ღირებულებებს, ჩვენ ვასწავლით ადამიანის უფლებებს და გაეროს ღირებულებებს. ვინ არიან UNRWA-ს მასწავლებლები? ჩვენ გამოვავლინეთ გასულ წელს ჩვენს ანგარიში ტერორის მასწავლებლები, რომელიც შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს ვებგვერდზე, რომ ღაზაში მასწავლებელთა კავშირის ხელმძღვანელი ბატონი სუაელ ალ-ჰინდი, რომელიც 30 წლის განმავლობაში იყო მასწავლებელი, სკოლის დირექტორი და 8000 UNRWA-ს მასწავლებლის ხელმძღვანელი, რომლებიც დაფინანსებულნი არიან დასავლელი გადასახადის გადამხდელების მიერ. სუაელ ალ-ჰინდი იყო ჰამასის პოლიტბიუროს წევრი. ის ჯერ კიდევ არის ჰამასის პოლიტბიუროს წევრი. შეგიძლიათ ნახოთ მისი სურათები იაჰია სინვართან ერთად. ასე რომ მასწავლებელთა კავშირის ხელმძღვანელი, მასწავლებელი და სკოლის დირექტორი არის ჰამასის პოლიტბიუროში, რომელმაც დაგეგმა 7 ოქტომბრის თავდასხმები. წადით ლიბანში. წელიწად ნახევრის წინ ფათი ალ-შარიფი, UNRWA-ს მასწავლებელთა კავშირის ხელმძღვანელი, იგივე სიტუაცია. 30 წელი მასწავლებელი, სკოლის დირექტორი, UNRWA-ს სკოლაში ლიბანში, ასწავლიდა პალესტინელებს. დასავლელი დონორების მიერ დაფინანსებული წელიწად ნახევრის წინ იქნა ლიკვიდირებული, როდესაც ისრაელის თავდაცვის ძალების რაკეტამ გაანადგურა მისი სახლი ლიბანში. ფათი შარიფს სამართლიანობა მიეცა და იმავე დღეს ჰამასმა პასუხად განაცხადა, რომ ისრაელმა ჩვენი ლიდერი მოკლა. მე არ გეუბნებით, რომ ის ჰამასის ლიდერი იყო. ჰამასმა თქვა, რომ ფათი ალ-შარიფი, გაეროს პალესტინელი ტოლვილების სააგენტოს მასწავლებელთა კავშირის ხელმძღვანელი ღაზაში, იყო ჰამასის ხელმძღვანელი ლიბანში. და მათ წარმოადგენს ვიდეო, სადაც ისმაილ ჰანიასთან ერთად არის და ჩანს, როგორ დადის ჰამასის მცველებთან ერთად. ის იყო ჰამასის ხელმძღვანელი. და როცა გაეროს გენერალური მდივნის პრეს-სპიკერს კითხეს, როგორ შეიძლება, რომ თქვენი სკოლების მასწავლებელთა კავშირის ხელმძღვანელი ჰამასის ხელმძღვანელი ყოფილიყო. მან თქვა, იცით, როცა არსებობს მიწის ქვეშა მებრძოლი ჯგუფი, რომელიც რაღაცებს აკეთებს, ის მიწის ქვეშაა. ასე რომ, ჩვენ როგორ უნდა გცოდნოდა? ჩვენ როგორ უნდა გცოდნოდა? მაგრამ ჩვენს ანგარიში, რომელიც გამოვაქვეყნეთ, 100 გვერდია. როგორ უნდა გცოდნოდა? თქვენ შეგეძლოთ გცოდნოდათ, რადგან ის ამას ყოველდღე აცხადებდა. ის ამას ყოველდღე აცხადებდა თავის Facebook-ის გვერდზე, რომელიც ყოველთვის ღია იყო. ფათი ალ-შარიფი ღიად აცხადებდა თავის მხარდაჭერას ჰამასის მიმართ. აქვეყნებდა ფოტოებს ტერორისტებთან ერთად, ფოტოებს ჰამასის დაკრძალვებზე, ტერორისტული თავდასხმების აღნიშვნისას. ეს ყოველთვის ცნობილი იყო. და იცით, ლაზარინი ერთ კვირაში ჰამასის ხელმძღვანელის პოსტიდან უნდა გადადგეს. და ჩვენ მოვითხოვთ მისი ბრალდების წაყენებას ომის დანაშაულებში, ტერორიზმსა და მენშობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში თანამონაწილეობისთვის. მან ვერ ითქვის, რომ არ იცოდა. მან იცოდა და ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები. და მიხარია, რომ საბოლოოდ შეერთებული შტატების მთავრობამ შეწყვიტა UNRWA-ს დაფინანსება. ადრე ისინი წელიწადში $400 მილიონ აწლებდნენ. ახლა ეს თანხა ნულია. UNRWA-ს ASS-სგან აღარაფერი მიუღია. შვედეთმა შეწყვიტა $10 მილიონი დაფინანსება. აღარ აძლევს UNRWA-ს, მაგრამ ჩვენი ბრძოლა ჯერ კიდევ წინ არის. საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, სხვა ევროპული ქვეყნები, კანადა და ავსტრალია კვლავ აფინანსებენ სააგენტოს, რომელიც, როგორც მდივანი რუბიო ამბობს, ჰამასის განშტოებაა. ეს არის UNRWA. და თუ გვინდა ამ რეგიონში მშვიდობა, დერადიკალიზაცია იწყება და მთავრდება UNRWA-ით. ეხლა რამდენიმე სიტყვა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოზე, რომელიც ამ წუთებში იკრიბება. და დღეს, ამ წუთებში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრი ქალი რიმ ალ-სალემი იორდანიიდან, რომელიც არის გაეროს სპეციალური მომხსენებელი ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებში, ასევე გლობალურად უარყოფს ძალადობას ისრაელელი ქალების მიმართ. და ის დღეს შუა დღეს ჟენევაში სიტყვით გამოვა და წარმოადგენს თავის ბოლო ანგარიშს, რომელიც სხვათა შორის ისრაელს გენოციდში ადანაშაულებს. და იმედი მაქვს დღეს ვინმე შეეკამათება მას. იმედი მაქვს და ვნახავთ რა მოხდება. დარჩით ჩვენთან. მაგრამ ნება მომეცით ერთი სიტყვა თქვა სხვა სპეციალურ მომხსენებლებზე და ამით დავასრულებ. გაეროს რაპორტიორები უნდა იყვნენ გაეროს გვირგვინის ძვირფასი ქვები, დამოუკიდებელი ადამიანის უფლებათა ექსპერტები. და ჩვენ სულ 1-2 კვირის წინ გამოვაქვეყნეთ ანგარიში სახელწოდებით დამკვირვებლიდან იდეოლოგამდე. თუ როგორ არღვევენ ადამიანის უფლებებს გაეროს პოლიტიზებული რაპორტიორები. და ჩვენ დავაფიქსირეთ, თუ როგორ ისინი, ვისაც ადამიანის უფლებების დაცვა ევალებათ და რომლებიც უნდა იყვნენ დამოუკიდებლები, ისეთი ადამიანები, როგორიცაა გიორგი კაცუგალოსი, რომელიც გაეროს ექსპერტია დემოკრატიული და სამართლიანი საერთაშორისო წესრიგის საკითხებში, გასულ წელს ჩინეთის კომუნისტური პარტიისგან $100,000 მიიღო. ეს არის გაეროს დოკუმენტებში, რომლებიც ჩვენ აღმოაჩინეთ. $100,000, $100,000 ჩინეთის კომუნისტური პარტიიდან მის ოფისში. იმავე წელს, როდესაც ის წავიდა ღონისძიებაზე, პროპაგანდისტულ ღონისძიებაზე საბერძნეთში, სადაც სი ძინპინის ციგნის პოპულარიზაცია ხდებოდა და მან შეაქო სი ძინპინის ხელვა, როცა იღებდა $100,000.
$100,000 ჩინეთის კომუნისტური პარტიიდან. ის არასდროს აკრიტიკებს ჩინეთს. ის ყოველდღე ესხმის თავს ისრაელს, ადანაშაულებს ისრაელს გენოციდში. კიდევ ერთი გაეროს რაპორტიორი არის ბენ სოული, სამართლის პროფესორი სიდნეის უნივერსიტეტიდან. ცნობილი ფიგურა. ის არის გაეროს ექსპერტი ანტიტერორიზმისა და ადამიანის უფლებების საკითხებში. იცით რა? მან მიიღო $150,000. $150,000 ჩინეთის კომუნისტური რეჟიმისგან. მაშინ როცა არასდროს უთქვამს სიტყვაც კი იმის შესახებ, რომ ჩინეთმა მილიონი უიღური ბანაკებში მოათავსა ანტიტერორიზმის საბაბით. და მან არასდროს თქვა ამაზე სიტყვაც კი, მაშინ როცა ჩინეთიდან იღებს $150,000. $150,000 ის კი ისრაელს ყოველ მეორე დღეს გმობს. ის ამერიკის პრეზიდენტს და ომის მდივანს მკვლელობაში ადანაშაულებს. მათ დაპატიმრებას მოითხოვს და ამ დროს ჩინეთი აფინანსებს. და ბოლოს ალინა დუანი, გაეროს ექსპერტი სანქციების წინააღმდეგ. მან მიიღო $1.3 მილიონი ჩინეთისგან, რუსეთისგან და ყატარისგან, რადგან ამზადებდა ანგარიშებს, რომლებშიც აქებდა ჩინეთს, რუსეთს და ყატარს. და ვენესუელა, ზიმბაბვე, სირია და ირანი ქვეყნები, რეჟიმები, რომლებიც მან მოინახულა, რათა ისინი სანქციების მსხვერპლად წარმოეჩინა. და ბოლოს კიდევ ერთ სპეციალურ მომხსენებელს აღნიშნავ, რომელზეც ხსმენიათ ფრანჩესკა ალბანეზე, გაეროს სპეციალური მომხსენებელი პალესტინის საკითხებზე. როგორც იცით, ამ აუდიტორიას ამის თქმა არ მჭირდება. მან განაცხადა, რომ ამერიკა ებრაული ლობის მიერ იმართება. 7 ოქტომბერს მან ჰამასი დაიცვა. თქვა, რომ არსებობს კონტექსტი და ყოველ 5 წუთში ერთხელ Twitter-ზე. ის იმეორებს ყველაზე მძიმე სისხლის ცილისწამებებს ისრაელის წინააღმდეგ. ის გენოციდის ცილისწამების მთავარი გამავრცელებელია. ჩვენ წინააღმდეგობას ვუწევთ. ჩვენ გამოვავლინეთ იგი. ჩვენ გამოვავლინეთ მისი სიძულვილის გამომხატველი განცხადებები. ის ეხლა არის პირველი გაეროს რაპორტიორი ისტორიაში, რომელსაც დაგმეს საფრანგეთმა, გერმანიამ, კანადამ, ნიდერლანდებმა, დიდმა ბრიტანეთმა, არგენტინამ, უნგრეთმა, აშშ-მ და ბევრმა სხვა ქვეყანამ, ლატვიამ, ესტონეთმა, ბევრმა სხვა ქვეყანამ. და თითოეული დაგმობა მნიშვნელოვანია. და ჩვენ ჩავატარეთ კამპანია. ჩვენ მივიღეთ 120,000 ადამიანის მხარდაჭერა. მათ შორის ბევრი აქ მყოფიც, რომლებმაც ხელი მოაწერეს ჩვენს პეტიციას და სთხოვეს მდივან რუბიოს ემოქმედა მაშინ, როცა გაერო ვერ იმოქმედა. მდივანმა რუბიომ ისტორიაში პირველად გამოაცხადა, რომ აშშ სანქციებს დაუწესებდა გაეროს ოფიციალურ პირს 9 ივლისს, ისტორიაში პირველად. გაეროს რაპორტიორი ფრანჩესკა ალბანეზე აშშ-ის მიერ დასანქცირდა. აღარ იქნება ლექციები, რომელსაც ის ადრე ატარებდა ჰარვარდში, პრინსტონში, ჯორჯთაუნსა და კოლუმბიაში. მას აეკრძალა შესვლა შეერთებულ შტატებში. მას აღარ შეუძლია საბანკო ბარათის გამოყენება. მას აღარ შეუძლია სადებეტო ბარათის გამოყენება. მას აღარ შეუძლია მიიღოს გადახდა. და მისი სიტყვებით სანქციები დამანგრეველებელია. და როგორც თავად ამბობს, ორი ბილე, ძალიან კარგი. ეს გზავნილია შეკავების შესახებ. და მას შემდეგ რაც მას სანქციები დაუწესდა, მის ქმარსაც მივწვდით, რომელიც მუშაობს მსოფლიო ბანკში და რომელიც იზიარებს მის წაკეზებას. ის დააქვეითეს მსოფლიო ბანკში თავისი თანამდებობიდან სიძულვილის წაკეზების გამო. და მას შემდეგ რაც მას სანქციები დაუწესდა, ისრაელის წინააღმდეგ საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელი ნავი პილაი გადადგა. მოვისმინეთ, რომ მას ოჯახი ხავს აშშ-ში. ეშინოდა, რომ თუ სანქციებს დაუწესებდნენ, აშშ-ში შესვლას ვერ შეძლებდა, ამიტომ გადადგა. მეგობრებო, ჩვენ ძალიან რთული ბრძოლა გვაქვს წინ. იქნება ეს უნრვა თუ გაეროს მომხსენებლები. ჩვენ არ დავნებდებით. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას სიძულვილის გამავრცელებლების წინააღმდეგ. გაერო დაფუძნებულია ნამდვილი ადამიანის უფლებების პრინციპებზე. ჩვენ დავიცავთ ამ ნამდვილი პრინციპებს. და მინდა დავასრულო იმით, რომ გავიხსენო, რა უთხრა ლუბავიჩერის რებემ ისრაელის პრემიერ-მინისტრს, როდესაც ის გაეროში ელჩი იყო 1980-იან წლებში. მან უთხრა: შენ შედიხარ გაერთიანებულ ერებში, შენ შედიხარ სიბნელის სახლში. შენი მისიაა ანთოლ სიმართლის სანთელი. სწორედ ამას გავაკეთებთ და არ დავნებდებით. დიდი მადლობა.